მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მიიღეს აფხაზეთში ახალი დისკრიმინაციული კანონი და რა მოხდა იქ უკრაინული დრონების გამოჩენის შემდეგ. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბადრი ბელქანია, კონფლიქტების კვლევარი. ბადრი, მოგესალმები. გამარჯობა, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ასევე მადლობა. ჯერ შევახსენებთ ჩვენ მაყურებელს, სანამ დავიწყებთ, რომ გადაცემა სოხუმი თბილისი არის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი და ჩვენი ყურება შეიძლება ყველა პლატფორმაზე, როგორც არის YouTube, Facebook, TikTok. ვისაუბროთ ბოლო დროიდან მოვლენებზე აფხაზეთში. მონსტრული კანონი, პირდაპირ თქვა, დისკრიმინაციული კანონი, რომელიც მიიღეს ქართველების წინააღმდეგ, რაც ეხება უძრავქონებას, დრონების გამოჩენა, უკრაინული დრონების გამოჩენა აფხაზეთში და ასევე ერთ-ერთი რუსი ვიცე-პრემიერის ვიზიტი აფხაზეთში. სამი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დავიწყოთ მოდი კანონის მიღებით. ეხლა ჩვენ დიდი ხანია მიჩვეულები ვართ იმას, რომ აფხაზეთში რეალურად არის აპარტეიდის რეჟიმი, განსაკუთრებით რა თქმა უნდა გალში გამოიხატება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არანაირი ესე ვთქვათ შანსი არ დაუტოვონ ქართველებს, რომ დაიბრუნონ უკანონო წართული და კარგული ქონება. და როგორ გონი ხა რა საჭირო იყო კიდე ხა დამატებით ახლა ამ საშინელი კანონის მიღება, რომელიც რა თქმა უნდა თავისთავად ხადე ეწინააღმდება ყველანაირ რაღაც საერთაშორისო ნორმას, წესს და მორალს მოდი პირდაპირ ვთქვათ. რაში დაჭირეთ ახლა ამ მომენტში ისეთ კანონის მიღება, რომ მოინდომონ პრაქტიკულად ნებისმიერ ქართველს, ესე ვთქვათ, შანსი წაერთვა ამ კანონით, თუ კანონი თქონდა აღსრულდება, ხო ამბავია, ხო? შანსი ერთვება, რომ თავის უძრავი ქონება სახლი და სახლკარი დაიბრუნოს. რაგატო ახლა საჭირო ახლა რო ვფიქრობ. ხო, საინტერესო კითხვა. პირველ რიგში მოდით ის აღნიშნოთ, რომ ეს არის ახალი კანონი. ეს კანონი იყო უკვე მიღებული და უბრალოდ ამ კანონში დამატებით ცვლილება შევიდა. შევიდა ძალიან მძიმე ცვლილება. ხო, კანონი უფრო მეტად დაამძიმეს. თუ პირველად კანონში იყო საუბარი იმაზე, რომ ვინც ისინი სამამულოს ეძახიან თავიანთ 92-13 წლის ომს, თუ პირველად კანონში იყო, რომ ვინც ამ ომში იღებდა აფხაზეთის წინააღმდეგ მონაწილეობას, ეს დიდი ხანია უკვე. მათ ეკრძალებოდათ მემკვიდრეობის მიღება. ამ შემთხვევაში ამას დაემატა, გაფართოვდა ორი პუნქტით და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადსაღები პუნქტი ჩვენთვის არის ის პუნქტი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ასევე მემკვიდრეობის მიღება ეკრძალებათ იმ ადამიანებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს, საშუალო ოჯახის წევრებზეც არის საუბარი, რომლებიც შემჩნეულნი არიან რაიმე ტიპის ანტისახელმწიფოებრივ აფხაზეთის წინააღმდეგ საქმიანობაში. შეიძლება იგულისხმოდეს რაღაცა ვიღაცამ ცუდი თქვა აფხაზეთს როგორც ბრალებში სახელმწიფოზე და მასაც აეგზავნოს. ძალიან ბუნდოვანი კანონი არის და როგორც ბუნდოვანი კანონი ინტერპრეტაციის დიდ საშუალებას იძლევა. შესაბამისად ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომ ეს მოარგონ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ისურვებენ და საინტერესო არის, რომ ამით პირველ რიგში გალელები თქვენ სწორად აღნიშნეთ, გალელები ზარალდებიან, რადგან როგორც იცით, გალელებს რამდენიმე ეტაპი იყო მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის. მათ გალელების უდიდეს ნაწილს თავიანთი ქონებაც არ აქვს გაფორმებული, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ ყიდვა-გაყიდვაში ქონების რაღაცა საბაზრო პროცედურებში ვერ შედიან გალელები, რადგანაც მათზე არ არის გაფორმებული ეს ქონება და ისევ მათ შევიწროებას ემსახურება ეს კანონი იმ შემთხვევაში თუ ამუშავდა. ასევე საუბარი არის იმაზე და რატომ კითხვა იყო თქვენი, რომ რატომ მაინც და მაინც ეხლა როგორც რამდენიმე ექსპერტი საუბრობს, თუმცა პირადად მე ესეთ ადამიანს არ შევხვედრილა, მაგრამ გამიგია მეც მსმენია ესეთი შესახებ, რომ რამდენიმე ქართველმა, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან იყო და დევნილობის დროს რუსეთში გადავიდა, მერე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, სასამართლოს სახით შეძლო ერთეული შემთხვევაში, შეძლო თავისი მიწის ან ქონების დაბრუნება აფხაზეთში, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთში მიღებული სასამართლო კანონი უნდა აღსრულდეს აფხაზეთში სასამართლოს მემორანდუმის შესახებ. ეს შიში არსებობს. ეს ცალკეული შემთხვევები იყო, რომ არ გამრავლებულიყო, ასე ვთქვათ, ეს შემთხვევები. ამისგან ეს თითქოს პრევენცია იყო, ესეთი ვერსიაც მოვისმინე და მეორე მხრივ ეს მუდმივად იმის შიში, რომ ქართველები რაღაცნაირად დაეუფლებიან მიწებს და ქონებას, ისევ ეს მუდმივად ფიგურირებს და ხშირად იყენებენ ხოლმე ადგილობრივი პოლიტიკოსები ამას თავიანთი შიდა პოლიტიკოსები. სწორედ რუსეთში მაგათაც თუ გახსოვთ თქვენ როდესაც იყო აპარტამენტების კანონებზე. ეს პირდაპირ პარლამენტში, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, პირდაპირ იყო საუბრები იმაზე, როდესაც ოპოზიცია აკრიტიკებდა ამ კანონს. ერთ-ერთი არგუმენტი, მთავარი არგუმენტი ხო ის იყო, რა თქმა უნდა, უცხოელები დაეუფლებიან მიწებს, აფხაზეთში მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია უძრავი ქონების ყიდვა, ჩვენ გავხდებით მომსახურე ერი ჩვენივე მიწას და ასე შემდეგ. მრავალი არგუმენტი იყო, ეს მართლაც კაბალური კანონი იყო, ანექსიური კანონიც კი შეიძლება მასე ეწოდოს გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასევე მოყავდათ,
ის არგუმენტი, რომელიც მათი აზრით კარგად იმოქმედებდა აფხაზების ემოციებზე, რათა ამ კანონის წინააღმდეგ განწყობილიყვნენ, რომ აი ახლა რუსეთის მოქალაქე ძალიან ბევრი ქართველი არის, მათ შორის არიან აფხაზეთიდან წარმოშობით ქართველები, არიან ბიზნესმენები და მათ შეიძლება რუსეთის მოქალაქეობის გამოყენებით შეისყიდონ ბინები აფხაზეთის ტერიტორიაზე და ნელ-ნელა დახდეს აფხაზების დაბრუნება. სინამდვილეში აფხაზებს საინტერესო რა არის, ანუ სიტყვაზე აი საქმე აქვს მათ რუსეთის მოქალაქესთან, წარმოშობით ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, რუსეთის მოქალაქე ძნელია ვარი უთრას, ხო, აფხაზეთის მთავრობა ბევრ რაღაცაზე. მაგრამ ამავე დროს ეს რუსეთის მოქალაქე უდიდრეს აფხაზეთში ცხოვრობდა და შეიძლება მისმა ოჯახის წევრმა ან იომა იმ ომში, ან ესე ვთქვათ, საჭმელი მიაწოდა ქართველ მეომარს. აი საინტერესო რომ დაჯახება წავა ამ ორი კანონის, რომ ამ ორი ესე ვთქვათ ამ კანონის ნორმის, რომ ერთი რუსეთის მოქალაქეა და ამიტომაც უნდა რაღაცები დაუთმო, მაგრამ მეორე მხრივ მისი ოჯახის წევრი ომობდა, ან ვიღაცას წყალი მიაწოდა. აი აქ საინტერესოა რა მოხდება, თუმცა მოხდება ეს კოლიზია კანონების თუ ნორმების. ხა რაღაცა თქვენი კითხვა არის დასმული საერთაშორისო სტანდარტების და რაღაცა დასავლური იურიდიული იმების დაცვით და ეს კანონი არ შეესაბამება არანაირად ჯერთი კანონი, რომელიც ამხელა ბუნდოვანების და ინტერპრეტაციას, ახლა მე იურისტი არა ვარ, მაგრამ რაღაცა იურიდიული საფუძვლები მეც მისწავლია ყველა როგორც ყველა ბაკალავრად და შემდგომ ხარისხ დამთავრებულ ადამიანს, მეც მისწავლია და ნომერი პირველი რაც ყოველთვის გვასწავლიდან იყო ის, რომ კანონი რაც უფრო მეტად ბუნდოვანი არის, მით უფრო მეტად შეიძლება ის არაფერს კანონად ჩაითვალოს, ანუ მით უფრო მეტად ინსტრუმენტი არის რაღაცნაირი რეპრესიის, ან რაღაცა ზეწოლის და აი ეს ბუნდოვანებაც ამიტომ არის შეტანა. დახმარებაში რა შედის, ან მხარდაჭერაში რა შედის, რა ვიცი, ვიღაცამ შეიძლება ბავშვი შეიფარა, ქართველი ბავშვი, წყალი დაალევინა, რაღაცა წყალი დაალევინა, რაღაცა ესეთი შემთხვევები ომშიც კი და ქართულ აფხაზური ომი გამოირჩეოდა როგორც ჩვენი მხრიდან, ისე მათი მხრიდან, ბევრი იყო ესეთი ჰუმანისტური აი ზუსტად. ესეც კი შეიძლება მაშინ ამ აი ზუსტად საინტერესო ეგ არის, რომ რაღაცა კარგი რაც დაგვრჩა აბობიდან ვაშკავსობის ჯენტლმენობის რომ აფხაზმა ქართველი შეიფარა და პირიქით, ანუ ამასაც შეიძლება ხაზი გადაისვას ამ კანონის თუ კანონის ცვლილებების მიღების შედეგად რა. ესე გამოდის. უამრავი მაგალითია. კი, ნამდვილად ესე არის და რომ გითხრათ, რომ მაინც და მაინც დიდი საფრთხე მათ მართლა აქვს ჯერ ერთი ჩვენ კარგად ვიცით საქართველოში ვითარება და აქაურ დევნილებს არავის არ უნდა სანამ ეს კონფლიქტი არ დარეგულირდება აფხაზური სახელმწიფოებრიობის ქვეშ ცხოვრება ესეთი ადამიანები მე პირადად ხომ ეს დევნილი უამრავი ადამიანი დევნილები ჩემს გარშემო ოჯახი ნათესავები ერთი არ შემხვედრია ვინც ამას იტყოდა რომ ოღონდ ჩემს მიწაზე დამაბრუნე და კი ბატონო ვიცხოვრებ რაღაცა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ქვეშ და რაღაც აფხაზური მაშინ მივიღებ მონაწილეობას ეს საფრთხე საიდან მომდინარეობს შენს გესმის შენ თუ კარგად ესე თქვა შენი ოჯახი ინტეგრირებული არის ასე თქვა თბილისში და შესაბამისად იცნო შენი ხალხს შენი ოჯახი ჩათვლით რომ ხო ნუ ისაც მუშაობამ თემებზე ანუ პირადი შეხებაც მაქვს და ისიც მაქვს და თქვენს კარგად იცნობთ ალბათ ბევრი და ეგეთი საფრთხე აფხაზური გადმოსახედიდან სენდროში არ არსებობს დაიძრა ჩასახდა განსახლებში მაგრამ აი სპეციალური საფრთხის შექმნით აი მტრის ხატის შექმნით მარტივად კეთდება მე შიდა პოლიტიკური საქმეები და ეს მარტო აფხაზურ პოლიტიკას ხო არ ეხება ეს კლასიკა არის ყველას თავის ტერიყავს და ამას პრინციპში ებება ლოგიკურად ძალიან, რა თქმა უნდა, ანუ ის რომ საქართველოსები დაბრუნდებიან და სახლებს დაიბრუნებენ, რაღაც გამოიყენება ამისთვის რუსეთის მოქალაქეობა და ასე შემდეგ. ამაზე ბიბული არის ცხადი, ისევ და ისევ აი ქართველის როგორც ტრიშიში რომ ქართული არმია შეუტევს აფხაზეთს და რამდენიმე დღის წინ როცა აფხაზეთში გამოჩნდა უკრაინული დრონები, ხა იმდენი არ იყო რაღაც განსაკუთრებული ზარალი მიეყენებინათ, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი იყო ძალიან სერიოზული, ალბათ იგზნოს თავი დაუცველად. და გამოჩნდა ადგურ არძინბა, ესე ვთქვათ, ბოლო არჩევნებში, ერწოდებულ არჩევნებში, თავარი ოპოზიციური კანდიდატი ადგურ არძინბა, თქვა რომ აი ხო უყურებთ რა ხდება, არაა გამორიცხული რომ ჩვენ ერთ-ერთში დავჭერთ საქართველოსთან, ალბათ იგულისხმა ის რომ შეიძლება რუსეთმა ვერ მოიცალოს, ახლა უკრაინაში ომშია ჩაბული და საქართველოს შეუტიოს აფხაზეთს და რუსეთმა ვერ მოიცალოს რამდენიმე დღე და აფხაზები ერთ-ერთზე დაარჩნენ და ილაპარაკა იმაზე რომ საჭირო არის ამისთვის ეხა ჩვენ ანუ აფხაზებმა განვაახლოთ доктрина. Это реальность, в которой мы живем, это реальность, к большому сожалению, как говорят многие эксперты, военные в том числе, она будет только ухудшаться. Поэтому вот здесь прозвучало о том, что нам необходимо обновить военную доктрину. Военная доктрина Абхазии должна исходить из самого худшего сценария для нас. Наихудший сценарий. А какой он может быть? Это сценарий, когда мы со своим
на сегодняшний день, объективно говоря, хорошо подготовленным потенциальным противником, а потенциальный противник у нас один — это Грузия. Вот наихудший сценарий для нас — это когда мы со своим вот этим хорошо подготовленным противником останемся на какой-то период времени один на один. Военная доктрина Абхазии должна сводиться к простому принципу. Противник, который решит военным путем решить в Абхазии свои вопросы, должен понести такие потери, которые несопоставимо выше потенциальных приобретений противника. Вот тогда уже в генштабе противника будут хорошо думать о том, что стоит нападать или не стоит. Естественно, мы долгую, кропотливую войну ни экономически, ни физически вести не в состоянии. Это тоже надо учитывать. На территории противника военных действий, за исключением каких-то вот таких превентивных ударов, о которых говорил Тимур Лёсикович, мы вести не можем и не собираемся. То есть речь идет об обороне, используя наш рельеф. В современных условиях, да, мы видим, руководство Грузии проявляет определенный прагматизм. Не буду за кавычки уже выходить, мы все понимаем, какой подтекст. Но, тем не менее, есть и горячие головы, которые говорят о том, что нужно открывать второй фронт, нападать на Абхазию. Мы не можем уповать лишь на то, что будет благоразумие в умах и сердцах руководства Грузии. Мы должны, естественно, надеяться на самих себя в первую очередь, тем более, что наш главный союзник, Российская Федерация, находится сегодня в состоянии войны практически со всем миром. И мы в этих условиях, как союзник, я считаю, что должны быть не слабыми, наоборот, сильными. ძალიან საინტერესოა ხა ბევრს გონია რომ ხა ფურცელზე დოქტრინას განაახლებ ეგრევე ყველაფერი გადაეწყობა ხო და თუ საჭირო დოქტრინაში ესეა საჭირო ეგრევე ყველაფერი მოიმართება ამის და დოქტრინა ძალიან საინტერესოა არზინბასი ამბობს რომ ისეთი ისე თქვა ძალა უნდა კონდეს რომ ტერმა ჩვენ ქართველებმა უნდა იცოდნენ რომ ისეთ ზარალს მიიღებენ რომ არ უღირდეთ ჩვენზე დარტყმა. ნუ ხა აი საინტერესოა ორი რაღაცაა. პირველი ცოტა კომიკურია ჩემთვის რომ გონია თუ ხა აძიმა თუ ჩაწევს ან ავიცი ვინც უნდა იყოს დოქტრინაში მსგავს რაღაცას რომ ეგრევე ისე გაძლიერდება აფხაზური არმია რომ საქართველოს ძალიან დიდ ზარალს მიაყენებს, მაგრამ დავანებო თავი ამასა. საინტერესო არის ის რომ აი იგივე შიშის არ იყოს რომ ხა ჩამოვლენ ქართველები და გაიფორმებენ სახლებს რომლებსაც დაკარგეს ოდესღაც დაახლოებით ჯავში შიშია ცხადია რომ ქართული არმია დაგვარტყამს. რომელიც ატომღაც კლავაც ესე თქვა ფესგადმულია. აი ამას რა იწვევს ხო აბსურდული შიში ხო? აბსურდული შიში რომელიც ალბათ ერმყარება სხვა ყველაფერთან ერთად არ ცოდნას იმისი თუ რა ხდება საქართველოში. ისინი არ იცნობენ საერთოდ ჩვენ საზოგადოებას, როგორ ცხოვრობთ, როგორ ჩანს ფიქრობენ სამწუხაროდ რომ 24 საათი ქართველი იღვიძებს და იძინებს იმ ფიქრით რომ აფხაზეთში როდის შევარდება ტანკით. აი როდის უნდა დასრულდეს ეს? მიუხედავად იმისა რომ ამდენმა აფხაზმა ღმერთმა გაუმარჯოთ იმგონალა ჩვენთან გადარჩა წავიდა აქედან ნახა როგორ განწყობილები არამდენ 1000-ზე ხვავიდა ამ ხალხის რაოდენობა. მაინც ამ შიშის კულტივირება როგორ ხდება? მათ ოჯახისებრები ხო გაიგეს რა ხდება აქ. მაინც ატომ მიდის აი ეს სისულელეს ესე თქვა კულტივირება რომ ქართული არმია დაგვესხმა თავს და დოქტრინა უნდა განმოახლოთ. თქვენ დოქტრინას ვერ ვეშვები ძალიან კომიკურია. როგორ ფიქრობ აი სადამდე შეიძლება ეს აბსურდი არ გწევდეს? დოქტრინით დავიწყოთ, პირველ რიგში არათუ აფხაზეთის დოქტრინა, ნატოს დოქტრინაც კი არაფერს არ ნიშნავს თუ მის უკან კონკრეტული ნაბიჯები არ დგას და კონკრეტული რესურსი თუ ამის გადაწყვეტილებები არ დგას. რუსეთმაც ახლა უკრაინის ომის ფარგლებში თავისი სამხედრო დოქტრინა განაახლა და უფრო მეტად შეარბილა, უფრო მეტად გაამკაცრა, მაგრამ მეორე მხრივ უფრო მეტი თავისუფლება მისცა ვითომ ხელისუფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი რაღაც საფრთხეში. მაგის შემდეგ ამის მურმანსკამდე ჩავიდნენ უკრაინული ისინი, რა ქვია, დრონები, მაგრამ ეს ამ დოქტრინას არაფერი არ შეუცვლია. დოქტრინა როგორც ასეთი თუ ამის მიღება სერიოზული ძალა არ დგას და პოლიტიკური ძალა არ დგას, არათუ აფხაზეთში რომელსაც მინიმალისტური შეიარაღებული ძალები გააჩნია, არც დიდ ქვეყნებშიც კი არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ ხო რა თქმა უნდა ეს ცალკე რა თქმა უნდა ეს იმ თავი თუ აჩვენებს იმას რომ პოლიტიკური ინსინუაციების ნაწილი არის ასე ვთქვათ ეს განცხადებები.
მეორე მხრივ ხადგურარძიმბა ოპოზიციონერი არის, მან უნდა შექმნას საფრთხის განცდა, ეს ყველა ოპოზიციონერის მთავრობა ვერ იცავს. ყველა ოპოზიციონერის მთავრობა ხალხს ვერ იცავს. პოლიტიკური მის ნაწილი არის, რომ მას უნდა შექმნას ეს არაფერი. აფხაზური პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს როგორც სახელმწიფოს, პოლიტიკის ლოგიკა, საერთაშორისო პოლიტიკის ლოგიკა და პოლიტიკის მეცნიერების და ფილოსოფია ისევე ვრცელდება აფხაზურ პოლიტიკაზე, როგორც დანარჩენზე. იგივე რაღაც ბევრ საერთაშორისოსაც ნახავთ, სხვათა შორის, მათ შორის ჩვენთან რაც ხდება, თუნდაც იგივე იქაურ პოლიტიკაში ეს კლასიკური შემთხვევები არის, ოპოზიციონერის განცხადება. მეორე მხრივ, რაც მნიშვნელოვანი არის და ყურაცაღები არის, მე რაც მეუცხოვა ამ იმაში, ამ განცხადებით ერთგვარად დაკნინდა რუსეთი თუ ამას კარგად ჩაუკვირდებით, რომ ჩვენ ახლა რუსეთს იმდენად დაწყებული იქიდან სამ დღეში უნდა დამთავრებული იყო თითქოს ეს უკრაინის ომი ამ შემართებით დაწყებული ომი. ეხლა აგერ მაგალითად აფხაზები იმას იძახიან და ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ფიგურა რომ რუსეთს იმდენად უჭირს, ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ეს იკითხება ხო ამაში. რუსეთს იმდენად უჭირს, რომ ჩვენ ერთ-ერთ რატო დარჩები ერთ-ერთ შენ გაქვს შეთანხმება იმასთან რა ქვია. ბაზა არის იმ ფლოტს აშენებ, პორტს აშენებ ეგრე ჩამჩირეში. მაშინ რატო რჩები ერთ-ერთს? ესე იგი რაღაცნაირად აღარ გაქვს იმედი, რომ რუსეთს აქვს იმის თავი, რომ შენ საქართველოსდან რაღაცა გარკვეული ტიპის აგრესიის შემთხვევაში რომ გარიგდებიან რუსები ქართველებთან. ეს მეორე ცალკე შიში არის, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში გამძაფრებული არის აფხაზეთში და ამ დრონებს რაც რა თქმა უნდა, როდესაც უშუალოდ დრონი აფხაზეთში არის ჩამოვარდნილა და არაფერი არ აუფეთქებიან დაუბომბავს, მაგრამ ნუ ჩანდა, ნუ საჰაერო სივრცე გადაკვეთა, ასე ვთქვათ, აფხაზეთის და რა თქმა უნდა, ამან გარკვეული ტიპის, ანუ მათ დაინახეს, რომ ეს ომი, რომელიც მიმდინარეობს ახლა იმას უკრაინასა და რუსეთს შორის, სინამდვილეში არც ეს შორს არის მათგან და მეორე მხრივ რომ დაუკვირდე უკვე ამ ნაწილში შეიძლება საქართველოს და აგრესიის ნაწილში ისინი მართლები არ არიან, მაგრამ იმ ნაწილში რომ ომი მათგან არც ისე შორს არის, ისინი როგორც მინიმუმ გეოგრაფიულად მართლები არიან, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ უკრაინის დრონები მაგალითად უკვე არათუ აფხაზეთს, იმას ქვეს იმდირს და იმის იქით ტერიტორიებს აღწევს და როდესაც შენ გაქვს აქ ერთი ბაზა, როდესაც შენ გაქვს ფლოტი მაგალითად პორტი ეს რომელიც სინამდვილეში დიდად არაფერი არ არის ჯერჯერობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ასეთი სიმბოლურად ხომ არსებობს. ამ შემთხვევაში მათ აქვს რა თქმა უნდა გარკვეული საფრთხის და იმის განცდა, რომ რამენაირად ეს ომი ჩვენ არ შეგვეხოს და დრონებმა ალბათ კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო რა აფხაზეთში ახლა ტურისტული სეზონი წესით ეგრე გამოდის. ისეაც არის უკარ დღეში. ტურისტული სეზონზე ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება, ხა მაინც და მაინც ტურისტული და ტურიზმი არ არის ეს მიმართულება, რომელსაც ყველაზე დიდი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხა აფხაზურ პოლიტიკას თუ იკვლევ ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის. ძირითადად შავ ეკონომიკაში მიდის ტურიზმი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ამ მხრივ საინტერესო ამბები ხდება, იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ვისმენ. ერთი მხრივ აფხაზი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მაისში ამბობდნენ, რომ 7%-ს ელოდებიან ზრდას ვიზიტორების, ასე ვთქვათ, რუსეთიდან. თუ 2023 წელს იყო სტატისტიკა, თუ არ ვცდები 1.300.000 კაცი შევიდა, ოღონდ ეს არ არის ტურისტები, რომლებიც ყველანი დარჩნენ მაგალითად. ვიზიტორები არიან, გადაკვეთის გამო, მაგრამ ძალიან ხშირი არის. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი სტატისტიკურად აფხაზეთში არის რიწის ტბა, სადაც მაგალითად სოჭიდან ერთდღიანი ტურით გადმოვლენ რუსეთის მოქალაქეები, დღეს გაატარებენ რიწის ტბაზე, ივახშმებენ და დაბრუნდებიან უკან საღამოს. ესეც რა თქმა უნდა ვიზიტორებში გადის, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ და მე როგორც შეხება მქონდა და ძალიან ბევრს ვკითხე განსაკუთრებით ეს გადაცემაში მოვდიოდი ვიცოდი რომ შეიძლება ამ თემაზე კითხვა ყოფილიყო, კარგად მოვიკვლიო ეს ამბავი. ერთი მხრივ სტატისტიკა ამბობს, რომ ვიზიტორების ზრდა არის, მაგრამ როგორც წესი ამ ვიზიტორებში კლება არის იმ ვიზიტორების, რომლებიც რჩებიან, მაგალითად რჩებიან და ფულს ხარჯავენ და რაღაც ერთი კვირა გაჩერდებიან, ან დამსვენებლების კლება არის, რომელიც არის ძირითადი შემოსავალი და როგორც ჩანს ეს სტატისტიკა თუ ამ სტატისტიკას თუ შეიძლება ვენდოთ, ესეც ცალკე საკითხია, მაგრამ თუ ვენდობით პირობითად, ეს სტატისტიკაც უფრო მეტად აი ერთჯერადი ვიზიტორების ხარჯზე არის გაზრდილი. მეორე მხრივ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან ცუდი სეზონი არის ჯერჯერობით. ჯერ აგვისტო წინ არის და ამიტომაც შეფასებები ალბათ უფრო ოქტომბერში უნდა გაკეთდეს, როდესაც დამთავრდება ეს სეზონი, მაგრამ უფრო მეტად წუწუნებენ იმაზე, მეც გავიგე
ლოგიკა ესე რომ წუწუნებენ იმაზე რომ ძალიან დიდი კლება არის როგორც სერვისის მიმართულებით, ანუ რესტორნები, კაფეები, ასევე სასტუმროების მიმართულებით, რომ წინა სეზონთან შედარებით, რომელიც საკმაოდ კარგი სეზონი გამოვიდათ, წელს ნაკლებად შეინიშნება ტურისტების ზრდა და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი უკვე ვისაუბრეთ, ეს დრონები, რომლებიც ყირიმში დაფრინავენ, ადლერში დაფრინავენ, ბომბავენ რაღაცებს, რომელსაც აფხაზეთსაც გადაუფრინეს ზოგადად ამ შავი ზღვისპირეთის, რუსეთის მიერ კონტროლირებული შავი ზღვისპირეთის მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა გააჩნდა ისევ და ისევ რუს ტურისტებში და ამიტომაც სეზონი ჩავარდნილი არის. მე როგორც ვიცი ყირიმშიც, ზოგადად შავი ზღვისპირეთის კურორტებზე და აფხაზეთიც ამაში ერთგვარად ამ ყველაფერში ამ დავით არაბაში მოყვა. იმედი ქონდათ სოხუმის აეროპორტის გახსნის, მაგრამ სოხუმის აეროპორტის სინამდვილეში არ მას არ აქვს ისეთი დიდი მგზავრთან ნაკადი, რომ ამან რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. თუ მომდება რუსჩავი და ჩავასოჩიდან, ხო? ჩავასოჩიდან ის და ჩავის მე ამაზე რუსი ექსპერტის, აი იმის, რა ქვია, ტურიზმის ექსპერტის კომენტარიც წავიკითხე, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ აეროპორტი არანაირ გავლენას არ მოახდენსო, ხალხსო მაინცო ის დამუშავებული მარშრუტი ურჩევნია. მე მგონია ეს აეროპორტი საჩუქარი იყო გუმბას. ეს აეროპორტები ვერც ფუნქციონირებს ბოლო. გუმბასთვის საჩუქარი იყო რეალურად მე მგონი. მართალი ხარ? და გუმბას ხარ ვახსენებ ისე და ისე. ნოვაკის ვიზიტი აფხაზეთში, ეს თემა რომელსაც გვერდს ვერაულით, ბოლოსკენ ამაზე ვისაუბროთ, ვიცე-პრემიერის ჩემი შეფასებით იყო ალბათ მაინც ესე ვთქვათ შემოწმება როგორ ასრულებენ სოხუმში საშინაო დავალებას და გუმბას ახერად დაევალა რომ ესე ვთქვათ დაახლოვოს კიდევ უფრო მეტად აფხაზეთი რუსეთთან, ანუ მდელოდ ანექსური პოლიტიკა განახორციელოს. სხვა ახსნა თუ აქვს რამე შენი აზრით ამ ვიზიტს? ვიცე-პრემიერი პრინციპში აფხაზეთისთვის ძალიან მაღალი რანგია, ხო? თავისთავად ცხადია. ნუ ვიცე-პრემიერი რუსეთის ვიცე-პრემიერი არის თუ არა? ხო, რუსეთის ვიცე-პრემიერი კი რა თქმა უნდა, ხო, ხა. ნუ პუტინი კი დაპირდა წინა შეხვედრაზე რომ ჩამოვალო, მაგრამ ნუ ხა პუტინს ალბათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. ისევ და ისევ თან ახლა აი ტურისტების თემაზე იმის დამთავრება მინდოდა და გადავალო ხა ამ თემასაც, რომ მნიშვნელოვანი კლება არის იმიტომაც, რომ სანქციები წამოეწია რუსეთს რეალურად. თუ პირველი რამდენიმე წელი იქ რამდენიმე ადამიანს ხა ჩემი აზრით ჯერითადად მიშუსტინის და ნაბიულინას კარგი მუშაობის შედეგად რუსეთმა მეტნაკლებად მოახერხა ამ სანქციების დაბალანსება მეტნაკლებად. ბოლო 1 წელიწადი არის სერიოზულად იგრძნობა უკვე რუსეთზე სანქციების და ამას პირდაპირ ამბობენ, რომ რეცესიაში მიდის ეკონომიკა, ეს ფინანსთა მინისტრმა თქვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს აისახა შემოსავალზე რუსი ტურისტების და აფხაზებიც როგორც აღნიშნავენ, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის, რატომაც იკლო აფხაზეთში ამ შემოსავალში. შესაბამისად პუტინს მართლაც უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს ახლა ვიდრე აფხაზეთში ვიზიტი, მაგრამ ვიცე-პრემიერის ჩასვლა კი საკმაოდ ეს დიდი რანგი არის, მაღალი რანგის პოლიტიკოსი არის აფხაზეთის კალიბრისთვის. ფორმალურ ნაწილში მათ არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ უთქვათ. ერთი რაც შესამჩნევი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მუდმივად სხვადასხვა გზებით უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ როგორ იყენებს და ითვისებს აფხაზეთი იმ თანხებს, რომელსაც რუსეთი გამოყოფს მისთვის, ამ შემთხვევაში ნოვაკმა პირიქით დადებითად შეაფასა ბოლო 4 წელიწადში აფხაზეთის მუშაობა ამ სოციალურ-ეკონომიკური ისევ და ისევ გუმბას ხوار გადაუსვათ. ხო, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ეს კირიენკოს გამოჩენის შემდეგ, რომელმაც ჩაანაცვლა წინა კურატორი, რომელიც უფრო ხისტი პოლიტიკით გამოირჩეოდა, აშკარად შეცვლილი აქვს რუსეთს თავისი მიდგომა აფხაზეთის მიმართ და უფრო შერბილებული აქვს ეს პოლიტიკა და ეს შეხვედრას როგორც ჩანს, შეგვიძლია აი ამ კუთხით განვიხილოთ, სადაც ძირითადად მხოლოდ დადებითი გზავნილები გაჟღერდა. აი მე შეგახსენეთ მაგალითად 2-3 წლის წინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო ჩასული, მის მოადგილე იყო უბრალოდ ჩასული აფხაზეთში, ძალიან მკაცრი განცხადებები კეთდებოდა, რომ ფაქტობრივად ეუბნებოდნენ თქვენ მუდმივად ხარ უფრო ადამიანურ ენაზე რომ თარგმნოთ პოლიტიკური შელამაზებების გარეშე რომ თქვენ მუდმივად ჩვენს იმედად ვერ იქნებით და უნდა მოიზიდოთ ინვესტიციები. ინვესტიციები მოიზიდო გასაგებია ხა არგენტინიდან არ ჩავა აფხაზეთში ინვესტიციები ისევ და ისევ რუსი ბიზნესმენები იგულისხმებოდა და ყველანაირად მოუწოდებდნენ რომ რაღაცა კერძო იმებს რაღაცა საჯარო სტრუქტურების, რესურსების გასხვისება, პრივატიზაცია უნდა მოეხდინა აფხაზეთს და რამდენიმე კანონი იყო ამ მიმართულებით, რომელსაც ძალიან ისე მკვეთრად ცდილობდა, რომელსაც გატანასაც ცდილობდა რუსეთი და დღემდე არ გაიტანეს ეს კანონები და ეხლა ამაზე საუბარიც არ მიდის.
რაღაც დროს უნდა დაიძრას წესით, იმიტომ რომ გუმბას ესე არ ჩაახუტეს ყოლად ეს პრეზიდენტობა. გუმბას ესე გუმბაზე გასცეს კრედიტი ხარ ნახოთ როგორ დააბრუნებს რა ძალიან საინტერესოა და მაგაზე უდისღაც ალბათ მოგიწევ ჩვენ საუბრს. კი ბატონო, დამხარული ვარ თქვენ. წინასწარ ესე თქვა დაპირებას ვიღებ შენგან რომ გვეწევ კი გააცემაში ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ისე დაბრუნდებით. ეხლა საინტერესოა უბრალოდ. ინფუზირებს და? აზონოვი ვიყარ. Ясно.